ოცნების შურისძიება ლაშა გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც საზოგადოებამ აბუ-დაბის ცნობილი სკანდალის შემდეგ გაიცნო, სწორედ აი ამ ინციდენტის შემდეგ მუდმივი თავდასხმების სამიზნე გახდა. აბუ-დაბიდან დაბრუნებულს მას სახლთან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ტიტუშკები დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ახლა კი მას უკვე მოქალაქეობაც წაართვეს. ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება ამ ამბის დეტალებს, ის გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნანო, შენ ვიცი რომ ესაუბრე თავად ლაშა გაბიტაშვილსაც, რას ფიქრობს ის რით ხსნის იუსტიციის ამ გადაწყვეტილებას? თამარ, როგორც ჩანს, ოცნების ხელისუფლება აბუ-დაბის ინციდენტის დავიწყებას არ აპირებს, სწორედ გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში დაწყებული კონფლიქტისა და მომყოლი მუქარის გაგრძელება დაღიქვამს ამას სწორედ ლაშა გაბიტაშვილი. მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, ეს კი ქრონოლოგიურად წესით შემდეგნაირად უნდა მოხდარიყო. ლაშა გაბიტაშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში და ამ დრომდე იყო ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე. ცოტა ხნის წინ კი შეიტანა განაცხადი ისრაელის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით, რადგან მისი ცოლი ისრაელის მოქალაქეა. მას დაუკმაყოფილეს ეს მოთხოვნა ცოტა ხნის წინ, სამოგიეროდ კი გაუქმეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაბიტაშვილი კარგავს საქართველოში ისეთი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, როგორებიცაა მაგალითად მუშაობის უფლება და სხვა ის უფლებებიც, რითიც ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები სარგებლობენ. აბუ-დაბიში, როდესაც საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურმა წევრებმა მოახდინეს თავდასხმა და მაგის შემდეგ ქვეყანაში დავბრუნდი, მოხდა ჩემზე კიდე სხვა არაიდენტიფიცირებადი ხალხის მიერ თავდასხმა, ჩემზე, რომელიც გამოძიება წესით მიდის, მაგრამ არ მიდის. თაროზე არის შემოდებული, იმიტომ რომ პოლიციაშიც განმიცხადეს, რომ მათ ვერ მოახდინოს თითქოს მანქანის ნომრების იდენტიფიცირება და ვერ გაერკვნენ საიდან მოდიოდნენ ეს ხალხი და ვინ არიან. შესაბამისად მე ვთვლი, რომ უბრალოდ გამოძიება არ მიდის და ეს პოლიციელები არ არიან დაინტერესებულები, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ამის შემდგომ, მე საქართველოს იუსტიციის სახლს მივმართე მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რადგანაც მე მაქვს ისრაელის მოქალაქეობა, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან ოჯახური თანაცხოვრების გამო ავიღე და არ მინდოდა რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მეთქვა და ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული არის, რომ როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას აიღებ, უნდა მიმართო იუსტიციის სახლს შენარჩუნებაზე. ასეც მოვიკეცი და მათი პასუხი არის უარყოფითი, რომ ჩემთვის მოქალაქეობა არ გაიცემა, იმიტომ რომ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენდეს მე რომ მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ყველაფერს უკავშირებ ქართული ოცნების ზოგადად პოლიტიკას და რა თქმა უნდა ამ მომხდარი აბუ-დაბის ინციდენტსაც. ფორმულასთან იურისტები განმარტავენ, რომ იმისათვის, რათა ორმაგი მოქალაქეობის მომლოდინემ საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნოს, წინასწარ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს სპეციალური განაცხადით. თუ ეს ასე არ ხდება, როცა საქართველოს მოქალაქე შეწყვეტილი მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვს, უნდა არსებობდეს საკმარისი მყარი დასაბუთება იმის დასამტკიცებლად, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებს და ეს მას ნამდვილად სჭირდება. ამ შემთხვევაში ლაშა გაბიტაშვილს უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ამას პრაქტიკულად საბუთებაც არ სჭირდება. ლაშა გაბიტაშვილი მთელი ცხოვრებაა საქართველოში ცხოვრობს, ის აქ მუშაობს, ფლობს ხონებას და ჰყავს ოჯახი. შემთხვევაში დაკარგავს პირი საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, თუმცა აქ არსებობს ერთი გამონაკლისი. პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პარალელურად შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღებს თანხმობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში სახელმწიფო გასცემს თანხმობას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, თუ საქართველოს სახელმწიფოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამიტომაც ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეობის შეწყვეტას, თუ ამ მოქალაქეობის აღდგენას უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული. ჩამოხვალ თბილისში და მისაღებს მიიღებს. საზოგადოებას ახსოვს, რომ ეს მუქარა ირაკლი ზარქვამ და ვიქტორ სანიკიძემ აბუ-დაბიშივე გააჟღერეს ჯერ კიდევ. მუქარა მალევე შესრულდა კიდეც თებერვალში, მას ნიღბიანი პირები საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ, როცა ის ძაღლს ასეინებდა. ამ საქმეზე ამ დრომდე არც გამოვლენილი და არც შესაბამისად დასჭილი არავინ არ არის.